ჩამორთმეული ბაღის შენობა ისევ ბავშვებს უბრუნდებათ გორში. დევნილებისათვის გარემონტებული ისტორიული ბაღის შენობას ისევ ბაღის სტატუსი დაუბრუნდება და სწავლა განახდება. ეს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლულთა მინისტრმა დავით არახველიძემ გორის მოსახლეობას თავად გააცნო. მინისტრი მაჟორიტარ დეპუტატთან და გამგებელთან ერთად საბავშვო ბაღის ყოფილ თანამშრომლებს, ბავშვებსა და მათ მშობლებს შეხვდა. წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით გორის ყოფილ მეცხრე ბაღს ფუნქცია ჩამოერთვა და ის დევნილი მოსახლეობის შესასახლებლად გარემონტდა. ჩაუტარდა რეაბილიტაცია დევნილთა განსათავსებლად, მაგრამ გორის საზოგადოების, აი ამ ბავშვების, მშობლების, ხელმძღვანელობის, პარლამენტის წარმომადგენლობის, აქაური გორის საერთო აზრი იყო, რომ აღარ იყო ისტორიული სამართლიანობა და ეს ბაღი, საბავშვო ბაღი დაბრუნებოდა ბავშვებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიზიარეთ ეს მოსაზრება. უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ტოლვითა სამინისტროს, მინისტრ ბატონ დავით არახველიძეს, ბატონ მამუკა ცოტნიაშვილს, ყველას, ვინც დაგვიბრუნა ეს ბაღი და ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ბაღის დაბრუნებაში. 60 წელი ეს ბაღი არსებობს, ხალხ. გახედეთ რა ეზოა, იცით გაზაფხულზე. მე ჩემი შვილები სოციალურად დაუცველი ვარ და არ ვერ მიმყავს დასასვენებლად, არა მაქვს საშუალება. და აქ რომ მყავდნენ ზაფხულში, იმედი იყო, რომ აი ეს ბაღი და ეს ეზო ისე იყო მოწყობილი, რომ აი დარწმუნებული ვიყავ, რომ ჰაერსაც იცვლიდნენ ეს ჩემი შვილები.